უფრო შორს მიდიან. მამაშალოს უკვე გუშინის პრესკონფერენციაზე დაიბარეს იმ პრაიმ ტაიმში რა და ამისი კარგად და გენერალად უთქვამს რა. მამალი ღორიც კი არ წვებაო მამალ ღორთან რა და თქვენ რა გჭირთ? რაუბედურება ადამიანები ხარ. როგორ შეიძლება ამის დაშვება? ღორმაც კი იცის რა. და თავის სქესისასთან არ უნდა მივიდეს. რაუბედურებაა, რა უკმართობაა. და ამას უნდა თუ შევგაგურო და მე რეუყვით ამაზე რომ ჩანსა ქართველებს აქვთ პროტესტი. და რომ ეს შეიძლება რაღაცა ძალიან ისეთი აგრესიული ფორმითაც გამოიხატოს, მაგრამ მე თქვენ გეტყვით რომ არაფერიც არ უკვე. გადასარევად იციან ყველაფერი, ეს ყველაფერი გათვლილი იყო. მე უფრო მეცაც გეტყვით თქვენ. ესე ჩემი პირადი აზრია, რა თქმა უნდა და არავის თავზე არ ვაყოლ. მე ვფიქრობ რომ მან უნდათ რომ ვიღაცა გარდაცვლილიყო ამ შეტაკებებში. აი მე გენახა თქვენ. მე გენახა თქვენ რომ რომელიმე იმათგან დაღუპულიყო. მათ ეს ცნობიერად თუ არა ცნობიერად უნდათ. მე ესე მგონია რა. აი მე რომ მოაყებდნენ ის და მე გენახათ ეკლესიის დისკრედიტაცია და ჩვენი პოზიციების შეხედა. რომ ამოყრიდნენ ყველაფერს რაც იციან და არ იციან ტყუილ მართლაც. იმიტომ რომ ხო გეუბნებით ერთადერთი ძალა რომელიც მათ აფერხებს რომელმაც მათ ძალაუფლება დააკარგვინა და ასე შემდეგ ეს არის ეკლესია. აბულუტებულები არიან, დაბოღმილები არიან. გამგებმოაწყეს ეს ყველაფერი ხალხი იცოდნენ. ზუსტად იციან რომ ამაზე ჩვენ ვიზიანდებით და ჩვენთვის ძალიან ისეთი ცუდი სათხო არაა რა. რომელსაც ქართული კაცი ვერასოდეს ვერ შეეგუება. აგებ სულ ახლო წარსული გავუხსენებ. ამ გამოიწვია არჩევნებში დამარცხება. ციხის კადრების გახმაურება და იმ ციხის კადრებში სხვას კი არაფერს აკეთებდნენ. უბრალოდ იგიძულებით იყო ეს ყველაფერი და ეხლა ესენი ვახოვენ თავზე რომ ეს ყველაფერი ნებაყოფლობით რატომაც არა კაცო ეხლა თუ უნდა და თუ იმას მამაკაცი უყვარს შენ რა გინდა კაცო. და ამაშია საქმე, ჩემო კარგები. ამაშია საქმე რომ სინამდვილეში ყოველმა მათგანმა გულისხმობაში გადასარევად იცის რომ ცდილობს. აი მამაოს უთქვამს გუშინ მამაშალო ზუსტად ეს მე აი თითოეულ თქვენთაგანს გეკითხებით უკითხია ჟურნალისტებისათვის. აი რომელიმე თქვენთაგანს გაქვთ სურვილიო რომ თქვენი ძმა, მამა, შვილი, ქმარიო იყოს ჰომოსექსუალიო. აი მიპასუხეთ რა, ვერც ერთმა ვერ უპასუხა. არა გაქვთ სურვილიო, ესე იგი არ ყოფილა კარგიო, ხო? დამცველები რო ხართ ეხლა და ადამიანის უფლებების და ღმერთზე უფრო ჰუმანურები რო გამოდიან. ერთმა ცეცხლის წვიმით მოსწო. ხელი სოდომი და გომორა. ხედავ ღმერთი როგორ ტერორისტი ყოფილა? და როგორ ბოროტი ყოფილა, როგორ გაიმეტა ის ადამიანები. და ესენი ჰუმანურები არიან, რა მოხდა? ხო აქ თავის უფლება კაცო იცხოვს. კი ბატონო, არ კლავ, არ ვცე, არ ვავიწროვებ. ყველაფრის უფლება აქვს, მაგრამ მე რატომ ახდო თავზე? აი ამის უფლებას არ მოგცემ შენ არასოდეს. და ჩემ მეზოში მოხვიდე და ჩემ სახლში შემოხვიდე და იქ მომიწვა ამ ყველაფრის პროპაგანდა. გინდა იყო მამათმავალი იყავი. შენ ოჯახში იყავი. ნუ გამოდიხარ და ნუ მიკეთებ მე ამ ყველაფრის რეკლამას. სამწუხაროდ მოხდა რამოდენიმე ისეთი ფაქტი, რომ თქვა რამოდენიმე სასულიერო პირი ზედმეტად გაღიზიან და ერთ-ერთ ინებაც ამოხსდა რაღაცა ის. მაგრამ მოდი ჩემო კარგები, ნუ დაგავიწყდებათ რა. ჩვენ სანამ სასულიერო პირები გავხდებოდი, კაცები ვიყავით რა და ჩვენი ოჯახები. და ყველა ჩვენი ტკივილი გვაქვს და ისიც უნდა გავიწყდებათ, რომ სრულყოფილები არავინ არ არის. და შეიძლება ვიღაცას აფეთქი რაღაცა წამოხსნის რა. მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნებით, ეს უნდათ სწორედ მათ, რომ მე აი ეს კადრები ეტრიალებიდან და ეტრიალები, აი თქვენი ეკლესია, აი თქვენი სასულიერო პირები. აი თქვენ ნახავთ მე ვინც ჩვენს ჭკუას გვარიგებ და რაღაც მურალს მიხადაგებ. და შენ სისტემატურად ეგეთი ხარ? მე კარგი ერთხელ წამომცდა და ბოდიშ მოვიხდი შენ წინაშე ესო წამომცდა. არ მომერიდება. მაგრამ შენ ესეთი ხარ? და თუ მე იმათი უფლებები ილახება, უმცირესობაში ვინ არის კიდე საკითხავია ჩემო კარგი. ესენი ვინც თავს უმცირესობა დასაღებენ,
ძალიან დიდი უმრავლესობის განუყოფელი წევრები არიან, რა, რომელიც მსოფლიო მასშტაბით მოქმედებს. და ჩვენ სწორედ მართლმადიდებელი ქართველები ვართ უმცირესობაში, ხომ რა? ეხლა ბატონი, ეხლა ჩვენ ვთვითკუთხედავ ქვეყანაში აქ მაინც არ დავუცოთ ჩვენი თავი და აქ მაინც არ გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი, რა. მე ვფიქრობ, რომ კაი გაკვეთილი მეიღოს გუშინდელი დღე. ღვთის მადლი და ღვთის სწავლები მიუხედავად იმისა, არა უშავს, არაფერი, რაღაცას მოგწურები, რა ეს არაფერი. ეს ეხლა უბრალოდ რა შევია, ესე კატარულ ძალცა ვიზიანებს ხოლმე, რა და რაღაც უიცოს. არაფერი. ჩვენ ამას აღარ წარმოვიდგენთ. და გუშინ იყო დაგეგმილი და საკადრის პასუხი გაეცეთ, რა. კი, იყო გადაჭარბებები, იყო ცოტა ექსტრემიზმი ჩვენი მხრიდან. ჩვენი მხრიდან ისიც რა, მე თქვენ პირდაპირ გეტყვით. რომ არა სასულიერო პირები, ჩემო კარგებო, აცილებით უარესი მოხდებოდა. იგივე იმ ავტობუსში, რომელშიც შევარ და მე ერთ-ერთი ჩვენი სასულიერო პირი მამა დავითი ავიდა და იმან დააკავა სიტუაცია. თორემ დახოცავდა. ეს ხალხის პროტესტი იყო, ხალხის. ჯანსაღი პროტესტი. უზნეობის პროპაგანდის მიმართ, მე პროპაგანდას ხალხს უსმენ. თორე უზნეო ხარ, კი ბატონო, იყავი უზნეო. შენი თავის უბედური ხარ, მაგრამ როცა შენ ამის პროპაგანდას ეწევი, არ დაუშვებ მე ამას. და არც ერთი ჯანსაღად მოაზროვნე ქართველი ამას არ დაუშვებს. და ყოველთვის ესეთი პროტესტი მოყვება. და მათ ეს კარგად დაინახეს, რა, გადასარევა დაინახეს. კოზის ნაცარში ჩაუვარდათ, იმიტომ რომ ის რა გათვლაც ჰქონდათ ის ვერ მიიღეს. და პირიქით. მოუხდათ ერთი გემრიელობა. და იმედია მეც აღარ გაბედავ. და თუ გაბედავენ, იგივეს მიიღებ. უარეს. ასე რომ ჩემო თვითფასეო მე მინდა რომ თითოეულმა თქვენთაგანმა იქონიოთ სწორი პოზიცია. ხა რაში გამოიხატება ეს სწორი პოზიცია? ალბათ პატრიოტის სიტყვას თითოეულმა თქვენთაგანმა უსმენთ, ხო? აგრესია ასაკვირველია, ყოველთვის მიუღებელია. ნებისმიერი ხისტებისთვის. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, მოდი მაშინ ესე შევხედოთ. კაცის ყლა ხომ მიუღებელია. ხო არის უმძიმესი ცოდვა ცოდვათა შორის. მაგრამ ომში, როდესაც სამშობლოსათვის და სარწმუნოებისათვის იბრძვა, კაცის ყლა, მტრის ყლა, არათუ ცოდვად არ ითვლება, არამედ მოწამეობად შეერაცხება ომში დაღუპულ მებრძოლს. სიკეთე დეთვლება, მადლა დეთვლება, რომ ის სამშობლოს იცავს. ის იმიტომ კი არ კლავს იქ კაცს, რომ კაცის ყლა სიამოვნებს და ამისი ჟინი აქვს. არამედ იმიტომ კლავს, რომ ამით თავისი ოჯახი, თავისი ქვეყანა დაიცვას, თავისი შვილები დაიცვას, თავისი რწმენა დაიცვას, თავისი საუკუნოვანი ტრადიციები დაიცვას, რომლებისთვისაც სისხლი დაყვანის მისმა წინაპრებმა. თორე ქართულ კაცს ყოველთვის მშვიდობა ერჩევნა ომს, მაგრამ იძულებული იყო ხანდახან ეომა. იმიტომ რომ ტევრი მოდიოდა მასთან და ეს თავდაცვა იყო მისი მხრიდან. მე ბევრი რამით ვამაყობ, რომ ქართველი ვარ და ერთ-ერთი საამაყო ჩემთვის ისიც არის, საქართველოს არასოდეს დაპყრობითი ომი არ მოწამოებია. დაპყრობილი არ იყო. არასოდეს. ყოველი ომი საქართველოსი იყო თავდასაცავად. იმ დროსაც კი, როდესაც საქართველოს ზენიტში იყო და ბიზანტიის იმპერიაც კი ანგარიშს უწევდა საქართველოს და დავით აღმაშენებელს მესიის მახვილს ეძახდნენ, ძალიან დიდი შესაძლებლობები ჰქონდა დავითს. გადასარევად შეეძლო, რომ გაელაშქრა სხვადასხვა ქვეყნებში და დაეყრო. აზრადაც არ მოსულია. იმიტომ რომ ქრისტიანი იყო, სულით ხორცამი და თავისას იცავდა. ასეა ჩემო კარგებო, ის აგრესია, რომელიც მათ მიიღეს, აბსოლუტურად ლოგიკური იყო რა. ასე რომ პირდაპირ გეუბნებით, აგრესია ცოდვის და უშუალოების მიმართ არის ლოგიკური და აბსოლუტურად გამართლებული. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ამას უნდა ჰქონდეს თავისი საზღვარი და აღლა გადავიდეს რაღაცა ჯეფებს. კიდევ ერთხელ ვამბობ, უშინ ჩვენ თელმა ხალხმა ვიცით ვიყავით ბეწვისხიძე გავიარე. ბეწვისხიძე გავიარე და უფრო დავაზუსტებთ, ღმერთმა გაგვატარა. იმიტომ რომ
ხა ვიცი კი იყო დამეთახმება, იქ იმდენად დიდი ტალღა იყო და იმდენად დიდი რა ვიცი, შემეშინდა, მართლა შემეშინდა რა. ღმერთმა გადაგვარჩინა ხალხი. ეს ხალხი რომ იგეშვა, აი ძვალს არ დატოვებდნენ იმასაც რა. და ეგ უნდოდა ზუსტად ამათაც რა. მერე გენახაში. თემი სოფლიო რო აღდგებოდა, ცივილიზებული სოფლიო, ხო ეხლაც არიან უკვე. აბობოქრებულები და ეხლაც უკვე ჭუაზე არ არიან, მაგრამ ნუ ეხლა შეგვიძლია ჩვენ თავი გავიმართოთ და გავემართოთ კიდეც. ღვთისმადინი და ღვთისშეწევა. მაგრამ ვინმე რო გარდაცვლილიყო, მერე გენახათ, უბედურიყო. რაღა გააჩუმევდა მერე მაგათ, აი აგრესორი ქრისტიანები, სამუდელოება, მოუწოდეს ხალხს, ეგენი არიან ჰუმანისტები, მაგათ უნდა დაგმოწმონ ჩვენ. სულობასთან შეზავებული. ქართველი ქრისტიანი არასოდეს არ ყოფილა აგრესორი, მაგრამ ყოველთვის იცავდა თავის თავს და თავის სისხლს, თავის ნევროს, თავის უფალს, თავის წმინდანს და თავის ტრადიციას. ესე იყო, ესე არის და ესე იქნება. უნდა არა დემოკრატიულობაში დაგვადანაშაულო, აშიც უნდა იმაში დაგვადანაშაულო. არ ვარ გაკუთვნილი დემოკრატები. ქრისტიანები და ქართველები ვარ და მართლმადიდებლები ვარ. გაიგებენ, არ გაიგებენ და ისევ იგივეს მიიღებენ რაცხადას. ადრე თუ გვიან გაიგებენ. მაგრამ ძალიან დიდი ძალადობის ტალღაა, ჩემო კარგი, იცოდი. კიდევ ერთხელ გეტყვით, მიუხედავად იმისა, რომ მოძალადეება ძალიან უნდათ, რომ ჩვენ გამოგვიყვანო სინამდვილეში თვითონ არიან მოძალადეები და ეს უკვე ძალიან დიდი ხანია სამზადის მიმდინარეობს ამისათვის. მთელი სოფლიო არის მომართული იქითკენ, რომ ქართველებში ზნეობა შეარყიოს. და მოახდინონ ის თავიანთი რევოლუციები, ისინი თქვენაც